ნინუცა კიდევ ერთხელ უკვე ენერგია დახარჯული. დილამშვიდობისა საქართველო, დილამშვიდობისა მეგობრებო, არა სხვათა შორის გადასარევ ენერგიაზე ვარ. არაჩვეულებრივად ანათებს უკვე მზე და ძალიან კარგი ამინდი გვექნება დღეს სულიად საქართველოში და ასევე ჩვენს მაყურებელს რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ ვეთქვი რომ 2 აპრილი არის აუტიზმის ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღე არის და სწორედ ამ თემაზე სასწოროდ ჩემს გვერდით არის ქალბატონი თათია მელაშვილი, რომელიც არის მშობელი დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა, მოგესალმებით, გეთანხმებით, დღეს არის ჩვენნაირი ოჯახებისთვის და მშობლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ყოველ წელს ძალიან ფართო მასშტაბიანი აქციებით აღნიშნავთ ხოლმე საქველმოქმედო ღონისძიებებით ამ დღეს, თუმცა პანდემია ცოტათი ჩვენც რა თქმა უნდა შეგზღუდა და პანდემიამ შეგზღუდა არა მხოლოდ ამ აქციებში, კარგად დაგვანახა ის სირთულეები, რისაც ყველაზე მეტად გვეშინია. პრინციპში ჩვენ მშობლებს და მთავარი ჩვენ შიში არის, როდესაც ჩვენ არ ვიქნებით, რა იქნება მერე ჩვენ შვილებთან. ჩაკეტილი სივრცე ახლა აი ეს ჩაკეტილი სივრცე, რომელიც ალბათ ბევრმა თქვენგანმა უკვე თავის საკუთარ თავზე გამოსცა და როდესაც ჩვენ ლოკდაუნების დროს არ შეგვეძლო სახლიდან გასვლა და კონტაქტი ადამიანთან, აი ეს ელოდებათ ამ ადამიანებს, თუ კი ჩვენ არ ავაშენებთ აი აუტიზმის ეროვნულ ცენტრს, ფერად ქალაქს, რომელსაც ვაშენებთ ჩვენ მშობლები, ჩვენი მეგობრები და ძალიან ბევრი თითოეულ თქვენგანი ეს ჩვენ მაყურებლებს მიმართავ, რომლებიც მონაწილეობთ ამ ჩვენ საქველმოქმედო აქციებში. ეს ცენტრი არის კომპლექსი ძალიან დიდი, რომელიც უნდა მოემსახუროს 16 წლის ზემოთ აუტიზმის მქონე ადამიანებს. მშობლების ძალისხმევით პატარა ასაკისთვის უკვე არსებობს ცენტრები, უკვე დიდი ხანია 2010 წელს გაიხსნა პირველი. თუმცა არაფერი არ არის 16 წლის ზემოთ. და ეს ადამიანები რჩებიან ფაქტიურად ქუჩაში ყოველგვარი სერვისის გარეშე. აი ეს ცენტრი რაში დაეხმარება მათ პროფესიულად რომ ვისაუბროთ, ვისთვის არის აუცილებელი მათთვის აი ამ ცენტრის ეს ცენტრი დაეხმარება მათ დამოუკიდებელი უნარების შეძენაში. როდესაც ისინი როცა გაიზრდებიან, არ ეყოლებათ თქვა მშობლები გვერდით, ან სხვა დამხმარე ადამიანები, მათ უნდა შეძლონ დამოუკიდებლად ცხოვრება, მუშაობა, განვითარება, იმიტომ რომ ძალიან ბევრ მათგანს უნიკალური უნარი აქვს, რომელიც უნდა იმუშაო, რომელსაც უნდა იმუშაო, განავითარო და რა გამოვა საბოლოო ჯამში წინასწარ არავინ იცის, მაგრამ მათ მართლაც აქვს ძალიან დიდი ინტელექტუალური რესურსი, რომლის გამოყენება აუცილებელიც კი არის საზოგადოებისთვის, იმიტომ რომ მსოფლიო ძალიან ბევრ ესეთ გენიოსს იცნობს. ამ შემთხვევაში ჩვენს მაყურებელს მოვუწოდოთ, დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრს უნდა თქვენი დახმარება, მით უმეტეს ახლა როდესაც უკვე ამ ყველაფერს ნახავს თავის თვალით, თქვენ გაქვთ ძალიან ბევრი საქველმოქმედო აქციები და ასევე არის აი ესეთი მე აქ ვარ, სტიკერები. ეს არის არაჩვეულებრივი ჩანთები, რომელიც არახალგაზრდა დიზაინერმა ანუკა გვენეტაძემ გააკეთა თავისი კომპანია მერაკით და სოციალურ გვერდში მერაკის გვერდზე შეგიძლიათ ნახოთ ეს ჩანთები და მესენჯერის საშუალებით მიიღოთ კიდეც ეს ჩანთები. და ამ შემთხვევაში არის კიდევაც საქველმოქმედო აქცია არის. თითოეული თქვენგანი ამ ჩანთის ერთად ავაშენოთ ფერად ქალაქი. ერთად ავაშენოთ ფერადი ქალაქი. ანუ ეს არ არის მხოლოდ უბრალოდ რაღაცა ღირსშესანიშნავი დღე, ან რაღაცა აქციების დღე, რომელსაც ყველამ რაღაცა უნდა თქვას აუტიზმზე. ყველაზე კარგი და მაგარი დახმარება არის ის, როდესაც ჩვენ თვითონ რაღაცა თუნდაც პატარა ქმედით მონაწილეობას იღებ და აი ეს აქციები არის ზუსტად ამის შესაძლებლობა. ამ ჩანთით თქვენ ერთი ჩანთით ძალიან კარგ საქმეში მიიღებთ მონაწილეობას. მე დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ადამიანი შემოგვიერთდება, ძალიან დიდი მადლობა და იმედს ვიტოვებ, რომ ძალიან მალე უკვე რა თქმა უნდა ამ ცენტრიდან შემოგიერთდებით. ეხლა გავიგოთ ჩვენ როგორი ამინდი იქნება დღეს სრულიად საქართველოში მოსალოდნელი. დღეს ბათუმსა და ფოთში 10 გრადუსი